რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს ფესტივალი სახელწოდებით ქართული გაიხსნა. რუსთავის ცენტრალურ პარკში გამართული გრანდიოზული ღონისძიება, რასაც 15,000 ადამიანი დაესწრო, ანსამბლი სალხინოს და კახაბერის და ხანუმების 2 საათიანი კონცერტით დაიწყო. დასასრულს რუსთავის გონაშვილის სახელობის სკვერში ანსამბლ სალხინოს ვარსკვლავით გაიხსნა. რუსთავის ქორეოგრაფიული ფესტივალი 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 26 ანსამბლი და 3,000 ახალგაზრდა მოცეკვავე მიიღებს მონაწილეობას. ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ფესტივალი ღირსეულად გავხსენით ანსამბლი სალხინოს კონცერტით, რომელიც იყო ძალიან ემოციური თითოეული რუსთაველისთვის. დღევანდელი დღე დასრულდა სწორედ მათი ვარსკვლავის გახსნით. დღეს რუსთავის ცენტრალურ პარკში ჩვენ საზეიმო გახსნაზე თავი მოიყარა 10,000-ზე მეტმა რუსთაველმა, იყო საზეიმო განწყობა და რაც თავარია იყო ყველაზე ქართული ემოციები იმ ქორეოგრაფიული ნამუშევრებიდან, რომელიც წარმოადგინა სალხინო. დღეს გახსნა იყო, სოლო კონცერტი ჰქონდა. ეს დასაწყისია და მინდა რომ ყველას წარმატება უსურვო ყველა მონაწილეს, ქორეოგრაფს, ბავშვებს და თვითონ რეგიონებიდან საიდანაც ჩამოდიან ამდენი ანსამბლები. ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ფესტივალზე მონაწილეობთ. მონაწილეობა მივიღებთ და მივიღებთ კიდევ მონაწილეობას ბევრჯერ, იმიტომ რომ ყოველთვის გვიხარია ესეთი კარგი კეთილი საქმის მხარდაჭერა, რაც ხელოვნებას და ხელოვნების განვითარებას ეხება.